267 გრამი ღომი და აქვს 69 კალორია 100 გრამს. 78 გრამი ტოლმა, 11 გრამი წიწაკის მჟავე, 5 გრამი ყველი, 5 გრამი საწებელი. ჰაი, მოგესალმებით მეგობრებო, დარჩენილი მარტო სახლში. კი, საშინლად გამოვიყურები. სახე მაქვს საშინლად მდგომარეობაში. მაგრამ კვების ხასიათზე მაინც არ აგერ ჩემი საუზმე არ მქონია პირდაპირ სადილით დავიწყოთ, იმიტომ რომ გუშინ ეს დღებისაც არეულობები მაქვს კვების კუთხით და სტუბრიანობა რო ყავს და რაღაც, მაგრამ არ ვტარდობ, იმიტომ რომ განტვირთვის დღეებს ვაკეთებ, ამიტომ მოდი დღეს განტვირთვა გავაკეთოთ. ჩემი საყვარელი ღომი. აქ რაღაცამ დაიკაცუნა. სანამ წყალი გადავივლე, სანამ გამოვცოცხლდი, სასტიკად არ მომეწონა შამპუნი, რომელიც შევიძინე. თმა მაქვს საშინლად მდგომარეობაში. აი როგორც გავიშლი ეგრე მაქვს და გადაკუნილი დავდივარ. დღეს ვაპირებ რაღაცების საყიდლად წავიდე, ამიტომ თავიდან მომიწევს სხვა შამპუნით ბანაობა და ისე წასვლა, ესე ვერ წავალ. რაღაცა გაურკვევლად რომ აქვს თმები არ შემეძლია, ძალიან მაღიზიანებს. ვერ გავიგე ჩემი სარგო შამპუნი ვერ ვიშოვე. ცოტა მახიხინებს მარიამსაც. ბედიკო და მარიამი ყავაზე არიან გასულები. მე და ბებო ამანათებს ვახარისხებდი და ბებო რაღაცას შევჭამდა ამოვალ მეთქი, იმიტომ რომ უკვე 3 დაიწყო. რაშობით ხალხო იყავით, რა მეიყიდეთ საერთოდ, ვაიმე არ ვიცი, არ ვიცი ხალისი. ხალისი არა, როგორ არ მაქვს, მაგრამ რაღაცა ისე ვარ გათიშული, თუ ვერ დავისვენე ზეიმების მერე არ ვიცი. ინცებში ვერ დავისვენე, მაგრამ ხომს აქვს 69 კალორია, მეგობრებო, ამიტომ თამამად მიშთვით. ესე იგი, გუშინ ვართ სიკვდილის გადარჩენილები. დაიწყობა მაგანაცი მოქმედა დღევანდელ-ჩემს ვიზუალზე. გუშინ ბეწუზე გადავჩით, რომ არ გავიგუდეთ გაზით ამდენი ადამიანი. ამდენი ბავშვი, ასაკიანი, ახალგაზრდა. იმედენად ის მაქვს შეშინებული ვარ, ეს ის მაქვს გამოყოლილი. ამანათებში ვიპოვე და არ დამეკარგოს და ზედვე გავიკეთე. ხით როგორი საყვარლებია და პაჭაჭუნები. გუშინ ყველა ვიყავით მაღლა, მთელი ოჯახი ვსადილობდით და გრძნობდი აუტანელ გაზის სუნს. მე რადგან სუნებზე ძალიან გართულება მაქვს ზოგადად. ამიტომ ძალიან კარგი ყნოსვა მაქვს განვითარებული და ეს ადმე რომ რაღაცა ხდება, მგონი პირველი მე ვიგებ. შესაბამისად ვიძახე, რომ არის გაზის სუნი. რაზეც მთელი ოჯახი გადაირია, რომ არა, საკვების სუნია. მე მომტკიცებდი, რომ არა, ეს არის გაზი. მერე ამდენი ალიაქოცის მერე რომ არა გაზი, არა ის, გავიდა 1 საათი. და მამა იძახის, რომ გაზის სუნი მცემსო. წამოვხდით ფეხზე. გავაღეთ ყველაფერი. სანამ მე ვამტკიცებდი, რომ გაზის სუნი იყო და ყველა მეუბნებოდა, რომ არა, თევზის სუნია, კოწრეტის სუნია, იმის სუნია, ამის სუნია. ამასობაში დრო გავიდა და თან ფანჯებს ვაღებ რაღაცა ისტერიულად, რომ მე ვგრძნობ, რომ ეს არ არის არაფრის სუნი გაზის გარდა და გავანიაო ხშირად სახლი და შემოვიდა სუფთა ჰაერი. და ეს დაგროვილი რაც მგონია, რომ არის უკაცრავად გავიდეს. ამასობაში
დავრები ვარ ზედა ქვედა სართულებზე, რომ საიდან არის ეს სუნი. მამამ მითხრა, ჩადიო დაბლა შეამოწმეო, შენთან რა ხდებაო. ჩამოვედი, არაფერი არ ხდებოდა, არნა ის სუნი. გავიქეცი მაღლა. მე ვთხარი, არაფრის სუნი არ არის დაბლა. ხან სამზარეულოში შევედით არ იყო, ხან იქ შევედით არ იყო და მივუახლოვდით მისაღებში ბუხარს. და ხალხო, კინაღამ დავეცი. ისეთი ბუხრის სუნი ადიოდა, ანუ მაღლა რა, გროვდებოდა. მეთქი ხალხო, ჩქარა გააღეთ, ყველაფერი ბუხრიდან გამოდის ეს საშინელი სუნი. დავპანიკდით ხალხო. მე ისე ცხიცით რა პანიკიორი ვარ. ავიტაცე ეს ბავშვი ხელში და რამდენი ბავშვი დინა იტაცო, 5 ბავშვი იყო. არ ვიცი რას ვაკეთებ. გავარ ისე გაშეშებული, გავარდი აივანზე. მე ვთხარი, სწრაფად ყველაფერი გააღეთ, ამდენი ბავშვია, უცებ რამე არ დაგვემართ, არ მოვიწამოთ, იმიტომ რომ დიდი ხანი ვისუნთქეთ. და თურმე არ ვიცი, ვის შეება ბავშვებს, შეება დედას, გამოწმენდის დროს, დასუფთავების დროს, არ ვიცი მოკლედ რა მომენტში ბუხართან არის იქვე ჩაპკეტი და გამღები, ბუხარი გვაქვს ისეთი, რომ როგორც გაზზე მუშაობს, ისე მუშაობს შეშაზე. და გაზის ეს ისინი აქვს დიდი გაყოფილება, საიდანაც, გინდა რომ ჩართო გაზის, რა თქმა უნდა, გამოდის და არის საკმაოდ საშიში იმ მხრივ, თუ არანთია და ტყუილა გამოდის. ზოგადად ყველგან, აქაც გინდა თუ სადაც არ უნდა ჩართოთ, თუ მოუშვათ, თუ არ ჩართე, ესე იგი იგუდები, ხო? გამოდის ეს უშხივარი და გამოდის. სასწრაფოდ გადაკეტა მერე მამამ. გავანიავეთ ყველაფერი ღია გქონდა გაყინული, ეხაც გაყინული ვარ. და როგორც იქნა გავიდა სუნი. ოღონდ მე გრძნობ რომ თაბრუს ხვევა მაქვს. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ვიწეხე რომ იყო გაზის სუნი და როგორც ჩანს უკვე მე დაწყებული მქონდა რაღაც. და თაბრუს ხვევა მქონდა და აი რაღაცა ვერ ვიყავი კარგად რა. ვინ გიჯერებდა? იმაზე ვიჩხუბე, მე რატო არ მიჯერებდი თქო. ვერ გზნობდი. ღვთის წყალობით გადავრჩით ხალხო. ამდენი ადამიანი უცებ ისე გავითიშებოდეს ერთმანეთის მიყოლებით. ვერავინ გვიპოვიდა საღამომდე. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე საერთოდ ეგ ჩამკეტი არც მახსოვდა რომ მანდი იყო ახლოს. და ჯვარწერია მამა რომ გათიშულიყო, ჩვენ ვერ გავიგებდით საიდან რა უნდა გვექნა და გაგვეთიშა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთ დროს ძალიან და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩამკეტები უნდა იყოს ცოტა იზოლირებულ ადგილას და არა ისე როგორც ჩვენ გვაქვს. და ისტერიულად ვაღებ ყველაფერს გუშინდლიდან. სულ მგონია რომ ისე ვისსუნია, იმიტომ რაღაცნაირი შეგრძნებები მაქვს რა. არ ვიცი ხალხო. ისეთი შიში ვჭამეთ, სულებს წყალში ვშოთ ვჭამეთ. ისეთი რომ აი ახაც რომ ახსენდება თაბრო მეხვევა ნერვიულობისგან, რა შეიძლება მომხდარიყო ამდენი ადამიანი ვიყავით სახლში. დაახლოებით 11 ადამიანი. შესაძლოა ოდნავი მოწამვლა მაქვს ახლა, იმიტომ რომ თვალებზე არ ვიცი რამდენად ხედავთ მადედან დასიებული ვარ, შეშუპებული მაქვს. ხო და ჰაერზე სიარული უკეთესია და უნდა ვიარო დღეს ჰაერზე თან ბევრი საქმე მაქვს. ხო და ერთად ვიფუტიალოთ.
ხო, რა სადირებს აკეთებთ ახალ წელს? მომაშველეთ თქვენი იდეები, თუ რამე განსხვავებას აკეთებთ, რაც ახალს აკეთებთ, ან გადაღეჭვას, მაგრამ თქვენი რაღაცა შტრიხები შეგაქვთ, ყველაფერს ველოდები კომენტარებში, რა შეიძლება გავაკეთო, რაღაცა ისეთი ახალი, ან უბრალოდ თქვენი აწყობილი რაღაც კერძი, ძალიან გამიხარდება თუ დავიწერთ, ტვინი არ ვიმუშავებს. უკვე რამდენიმე კვირაა სხვათა შორის. ძილობა გამთიშა, ანუ რაც დედა ჩამოვიდა ოფიციალურად აღარ ბძიდავს და უძილობისაგან შეშუპება აქვს დაწყებული. მომატებული ხო არ ხარო? ჩემმა გამომწერა მოწერა ესე რომ წუხარო სახესთან დაკავშირებით, არა მეგობრებო, უბრალოდ თქვენ და მე უკვე მიმეჩვია თვალი ამ წონას და უკვე შეიძლება გეგონოთ რომ რაღაცა ერთი და იგივეზე ვარ. არა, ყველაფერი რიგზია, მაგრამ უძილობა, ცოტა სტრესი, ცოტა რაღაც სახეს სასწაულად უცვლის თავის სახეს. ასე რომ მალე დაგიბრუნდებათ ჩემი სახე და უკეთესი სახე აუცილებლად. წავიდეთ მაღაზიებში, საკმაოდ გვიან გავდივარ, უკვე 7-ით დაიწყო პრინციპში. მაგრამ ვერ გამოვედით მანამდე, ვერაფრით სახლიდან ვერ გამოვაღწია, ანუ იმდენი საქმეა ხალხო, რაღაცების დახარისხება, გაკეთება, რომ ფიზიკურად აი მეც იქ რომ უნდა ვიყო ზოგი ჩემია, ზოგი ახლა რომ მომერგება ისეთი რაღაცები და ამიტომ ვერაფრით ვერ გავდივარ. ეხლა დაბლა მივდივარ, ეხლა რამდენად ამდენ ძახლებში შევალ, გავალ არ ვიცი, მეცა გავიდეთ. ესე იგი ჩასახვევში იმდენი ძაღლები არიან ხოლმე ხალხო, რომ ვერ ჩავდი, ვერ ჩახვალ, ანუ შეიძლება თავი წაგაჭამონ. და მე ხო იცით ჩემი საშინელი ფობიის ამბები. ეს სათვალე სამსახურში მკვეთრელდება და დამეწყო, მაგრამ უკვე ბნელდება და ახლა აღარც გავიკეთებდი, მაგრამ აშკარად ძალიან მჭირდება და იქნებ რამე ვიყიდო, მერე კი მაქვს, მაგრამ რაღაცა ისინი აღარ მომწონს. არ ვიცი, ჩემი მეგობრის შვილებისთვის უნდა შევარჩიო რამე სამოსი, დღეს თუ ვერ ვიყიდი, ყოველ შემთხვევაში უნდა ავარჩიოთ, ვნახო ხელფასი ჩამერიცხა თუ არა. მესიჯი არ ვიცი, არ მომსვლე წესით უკვე უნდა ჩამოვიცხო და ეთყობა, მე ვერ ვნახე მესიჯი. და თუ დღეს ჩაერიცხა, ბარემ დღესვე ვუყიდი ჩემს პაწაწუნებს სამოს. ბარემ ორივე ბიჭია და ავარჩიოთ რა. არ ვიცი, არც ვიცი რა უნდა ვუყიდო. ცოტა ვაიკიკში იმედი მიცრუდება ბავშვებთან დაკავშირებით. ანუ ვერ ვიტყვი რომ მომწონს რამე ბავშვების რა გლდანში რო არის დიდი, იქ არის სასწაული არჩევანი, ხალხო. აი არ არსებობს რომ ვერ არჩიო. არა მხოლოდ ბავშვისთვის, დიდისთვისაც და აქ რო არის ვაიკიკი, აქ ჩვენთან ცენტრალში, თუნდაც ქარვასლაში, რა ვიცით, ყვილა მივდივარ. მან დიდად ვერც ვერაფერს ავარჩიო. არაფერი არ არის ხოლმე ასარჩევი რა, რაღაც ნაგავ-ნუგავ ვიყრია ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ახლა დღეს თუ რამე სასწაული შეიტანეს, არ ვიცი. და ძირითადად რავი, დიდად არ მოგეწონება რა. რა ვიცი, გავიართ, იქნებ დღეს მომეწონოს. სიმართლე გითხრათ, იმეს თმა ალაგ-ალაგ სველი რომ აქ და ალაგ-ალაგ მშრალი გიждები. არც ვიცი, ვთქვათ, ხომ არ ჯობია სხვა რამ ავარჩიო. არ ვიცი. ისეთი. ნახოთ რა. გავიაროთ და ავარჩიოთ. სვიტერი ავურჩიე კობას ყელიანი, იმედია მოეწონება. ისე დიდი არჩევანი არ არის არაფრის. ფერი გამოვცვალე. წავედით ბავშვებში. უფრო
უფრო გოგოების საირჩევა ვიდრე ბიჭების. ის რა არის აქ რატომ მივანათი ახლა. წავიდეთ, ავანახოთ. ძალიან პაწაწონებია და მალე დაუპატარავდებათ. მარიამს ხომ არ უყიდო. ვიყიდე საჩუქრები ბავშვებისათვის, მეუღლისათვის. ხო და წავიდეთ სახლში. არც ერთი ბანკომატი ხალხო ნორმალურად არ მუშაობს, არც ერთი. თანხა ვერ გამოვიტანე. ხვალ მომიწევს ისო ბოდიალი, რაც ძალიან არ მოწონს. დაუბრუნდი სახლში. ხო და სადილი უნდა, რაღაც სადილია კაცო, ვახშამი უნდა გავიკეთო ჩემთვისაც და ვფიქრობ ყველასთვის. არ ვიცი, რა გავაკეთო. კი, ზაკოსთვისაც და ალბათ კარტოფილს შევწვავ. რაღაცები გვაქვს კიდე მისაყოლებლები და მიირთმევენ კობაც რომ მოვა. მე სხვა რამე მინდა მივირთვა. ხო და გავაკეთებ, მაგრამ ახლა თქვენ დაგემშვიდობებით. ცოტა მიმკვდარებული დღე გამოვიდა. ესე გამოვიდა, მომიტევეთ. ცოტა ქაოსში ვართ, ყველა ერთად ცალ-ცალკეთ, ამიტომ ესეთი ის გამოდის რაღაცა მომარაგების დღეებია პრინციპში და ცოტა ესე დავბივართ ქაოტურად. თან ვიჩქარე დედასთვის ნომერი უნდა ამეღო, სანამ გავედი ნომერზე ისეს და მოკლედ ვეღარაფრისთვის ვეღარ მოვიცალე, ხო და გემშვიდობებით მეგობრებო, იმედი მაქვს რომ ხვალ ბევრად შინაარსიანი, უფრო აქტიური ვიდეო იქნება. უშინაარს ვარც ეს არის, მაგრამ ბევრად ესეთი აქტივობით დატვირთული იქნება. ალბათ ხო, დიდი ალბათობით ძალიან დატვირთული იქნება ხვალინდელი დღე. ხო და გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მთელი ღამის დათენები, ნანერვიულები, თავატკიებული, ყურატკიებული, ხახატკიებული მოგესალმებით. ვაიმე, ჰაი ხალხო, ვაიმე. ხალხო, გული ბაგაბუქში იყო, ბაგბუქ, რა იყო, შეკაიბამი და შლო. არი, მაგარიჭური კანა ხარ, სად მიეტრეოდი, რომ მიეტრეოდი, დადგა ახლა ეს კაცი და ბოლტას ასებს, ხო? ვიდედა, ასე ირანი მოიტაცებს, აშე პაწიბუს ვარ მოიტაცებს, სად გარბოდი შვილო, ახლა, ვერ გავიგე, და დავდგეთ ახლა მთელი მსოფლიო და ვინერვულო საწავი და შეირანგა. სად მიდიოდი გირათვალა დედა, ახლა სად მიდიოდი შვილო, ფერი ჭიჭყვაზე არა, გამისივდა თავი ნერვიულოვინ, ახლა ეგბაძებნინდეთ კიდე. და უსუქა. ლა, ერთი 5 წუთი ნახევარი ავდრავა და ვფიქრობ. თქვენ ხო ვიცით, ყავასთან მიყვარს ფიქრი. აჰა, ამის მოგულმა გაიხარა. ვაგზიზდა და მეტყოდა რომ გამოდიხარ. ჰოპ, შერმა იქ აიყიდება ლარად. შევა გაძვიდა, მესთან უქნა. ხო. ისა. უნდა მოგიყვეთ გუშინდელი ქორწილის ამბების გაგრძელება. ცირკი. აჰა. და მაკვდა ისი აპრიხა. ღმერთო აბის მომგონი დამანახა ხო. ამ ქოთის ყვავილს უნდა გაუჩიშკო თავი, მაგრამ რა ვიცი. აგის გულში ვარ წავალ. უგუნებ, ბრავა ქალი. ახლა, ხო, ესენიც ყველაფერი მაქვს, მე ყველაფერი მაქვს. დავიწყე,
ირგული ქმარი დაკვდომი ასე დათვი. ახლა მე უჯახდე ლაპარაკი არ მიყვარს. თქვენ ამც მოგიხსენება და მე აციცის, მაგრამ რა ვიცი, ყველა ლაპარაკობს და მე ინჩიბედი რა. ქალ, გაიტარიკო სразу პატარძალთა. ქალ, მე ვთქვა, როგაკიდები ხარ 100 წლის კაცსა. აბა უთურმევდი დამთილსა. არ შეუშვეს, ვინდა კუკლი აგონები, აქ ლუიზა გონები 250 წლის. რძალი ვარო. უკანო უთქვია, არ გიცნობ. ანუ რძალი ვარ, საერთოდ გამიცო პირველად აფხიდავ. პირველად აფხიდავ, თუ გაგდებ სახით და აწყდა თუდე ბო. პაპა დაუჩოქები აბკაცა. რომ და არ გამიგდო სოლი, რა ვიცი, მეგონა შეძისაზის. და ძინა აყენებდა დათოქის. ვაკეთე თუ წელი ვეღარადგება. ხო და ბალო მე ვთხარი, დაგაბნის რამე ხელზე. ორი ბრილიანტი. ორი ბრილიანტის გულისთვის შეწირე, მე ვთხარი შენი ბედნიერი წლები, უნდა მოსოქალო. და ჩაფრინდი ხარში. მაგისთვის შეწირე, მე ვთხარი შენი გზედა, კარგი ცხოვრება, მე ვთხარი. დოდონაო მითხრა. სული შემიყვარდა აბკაცი. მოგაქლიჩა მოვთხარი მაგენას. გლანდებიანად ამოგიხებ მოვთხარი იცოდ. და სული ხალ ზატყება გასული. მე ახლა შევედი როლებში. ხო და არ ვიცი. რა გეშველება და არ ვიცი. ისე ვიცრები შველება, მაგრამ ისე რომ არ მეშველება. ვითომა თუმე დედამთილი დადგა გასთან. 1-2 და მეტი არ უნდა ჩემთან. ხო და ისაო რა გაგიკეთო, დედამ ახლა შეუშვა რა სრაზუ. რა გაგიკეთო, რა ვიცი მე. ვიზი გაკეთებელი იყო ის ისაც ცოტა 1-2 წელს უხულია და ალბათ 453 წელს ხო და ამასე ვთქვი რომ რამე ისეთი ტრენდიულიო რა ჩემგანა მოვხარი შერო შეხვალ ოჯახში ხო შენი ისა ნიშა დაიჭირე მე ვთხარი ნიშა დავარიგე ხო და რამე ტრენდიული ახლა იმენა ტრენდიული ვერ გამიქო არ ვიცი გამავიარ ხო და ყვაყვაძე ადარჩება მაგრამ რაში მიდანდება თუ კაი ეს არა არის არა ეს პერსპექტივია ხო და ის არის მე ვთხარი რაცა დაგაბნიეს გამოცადე და გამოიქეცი შეუბეთ უთხეზე გაჩენილო მე ვთხარ თუ დაქები გლოვიარე მოგიწევ შაიბის ჩახდა მეტი ჯავრი არა მაქვს ქაბატონო დოდიო ქუდოდიო იგრე მითხრა რა ტრენდიული ეგრე ქუდოდი შეამოკლო მეტი ჯავრი არა მაქვს ახლაო რომ მაგას ავდიო და ისაო დავიტირო არ ვიცი არც გამიგუნა ამასა ეგონა რომ არ იქა ჩაცვა ბრილიანტები დააბნეს 3 და მოჩა წეტილი განიც აღარ არის ბრილიანტები დაიკიდა კასა შეგვიძლია არ ვიცი ახლა ის არის რა ვიცი ამ სული სიყვარული როდის გამოუვა ახლა ორგანიზმი და ვერ გიტყვით მე ვთქვი ქალობ თელა და შედარდა ახლა არ მინდოდა ისე დეტალებზე ლაპარაკი მაგრამ ახლა მაინც რა ვიცი ხო დავარიგე თხილად აიყავი მე ვთქვი დაიფასე თან ერთი სამი ორქეში მოკვდება ისედაც მე ვთქვი მე მაგალ ჯვარი წერია მაგრამ იზე რომ ვთქვი ორი თვე თუ გასტარა მე ვთქვი არ ვიცი და დაელოდე პარემა არ ვიცი რა მეხით ამთავრობას დაიწეს ამ დღეში ჩავაგდო რომ ქალები პანიგულის ხობდებიან თუმცა არ ქონია ეჯურლები და გადაგვიწყობდით რა ვიცი აგარა არ ვიცი ხმა ქოდა ისეთი მტერს ავდა მტერს ხო და ის არის მე ვთქვი ამ დღეებში დამპატიჟე მოვალ. ახლა მაგ დამპატიჟება რა თქმა უნდა, მაგრამ ისედაც ხო მივალ, მაგრამ მივალ, აი ტრენდიულია დამპატიჟება მოდაში. მოვალ მე ვთქვი, დავზვერა ვიქა ამბებს მე ვთქვი. მაგათა კიდე ეკდება გზეტა რამე მე ვთქვი ოქროული. რატო არ დაგაბნიეს მე ვთქვი ზედა. ის უნახავენ მე ვთქვი. ხო და ისაო არ ვიციო დოდონაო. არ ვიცი. მეცო მგონიაო რომ ეგეთი პირი უჩასო რომ კიდე აქვსო. რაღაცა და მალა არის სადაკო და მე ვთქვი ყუა რო თხოვდებოდი რატომ დამიდეკე მე ვთქვი მანამდე არ გიცნობდი ეხა ხო რასაო მე ვთქვი ჩემი გუძილბაბი და შვილი ხარ დავსუქარი ხო და ამ კაცთან რომ მივალ დიპლომატიურად დავჭდები ნარიადულად შლაპით და ვეტყვი რა გინდა ბოლო ფინალი ერთი მაგას აღკავს სიყვარული და ოჯახის ერთგულება აი კლასში მაგას არ ვიცი ხალხო არ ვიცი ეს ევერი კაცი ამოეწორღიალებიან პატარა გოგოებს კაცი და კუცი მერე ხალხო ბერებდებათ კაცი ხო იქა კაცი ვეღარ იქნება კადე სასაფლაოზე არ ვიცი ხალხო ყველასა ჯვარი გწერათ იქ ამბები დატრიალდება ახლა იმ კუდაში ზეტა ვაპირებ რომ ის არის ბაბანე გამოვიჩლიავ და წავიდე ყველაფერს მოგიყვებით მე ყველაფერი ვიცი ყველაფერს ვხედავ არა ვარ ბრმა წავედი ახლა ის არის
მირე თუ საღამოსოთ რა ლამაზი ვარ. დგავარ ქალი.